ადამიანთა უმეტესობა TikTok-ზე სასაცილო ვიდეოების, ტრენდებისა და ცეკვების სანახავად შედის, მაგრამ თუ რეკომენდირებულ ვიდეოებს დიდი ხნის განმავლობაში უყურებთ, ჩვენ შესაძლოა უამრავი უცნაური მომენტიც აღმოაჩინოთ. ამ ეპიზოდში TikTok-ის იმ ვიდეოებს გაჩვენებთ, რომლებმაც ადამიანები საკმაოდ გააოცა. 2021 წელს სამანტა ჰარტსმა ნაქირავებინაში საშინელი საიდუმლო აღმოაჩინა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონამ სააბაზანო სარკესთან მოულოდნელად ნიავი იგრძნო. ნიუ-იორკში შედარებით დიდი ზომის ბინაზე ალბათ ყველა ოცნებობს, მაგრამ სამანტას საიდუმლო ოთახი ნამდვილად უცნაური იყო. რა თქმა უნდა, ჭკვიანური იქნებოდა თუ გოგონა სახლის მეპატრონეს ამ პოლიციას დაურეკავდა, მაგრამ ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს უკან დახევა არ სჩვევიათ. ამიტომაც გოგონამ თავდასაცავად ჩაქუჩი აიღო და ხვრელში შეძვრა. აღმოჩნდა, რომ ოთახი რეალურად მთლიანი ბინა იყო. გოგონამ იქ მტვერი, ჭუჭყი და ადამიანის ცხოვრების კვალიც ნახა. ოთახში ნაგვის პარკები, გახსნილი ყუთები და წყლის ბოთლები ეწყო. საბედნიეროდ სამანტა საკუთარ ბინაში უსაფრთხოდ დაბრუნდა. ამის შემდეგ კი მან ხვრელი დაკეტა. თითქმის 1 წლის შემდეგ 2022 წლის მარტში სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ საიდუმლო ოთახი რეალურად ბინა იყო, სადაც ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობდა, მაგრამ გოგონამ განმარტა, რომ ბინაში ცხოვრების დროს მას არანაირი ხმა არ გაუგია. მეპატრონის არ უთქვამს თუ რატომ იყო გაკეთებული ბინებს შორის საიდუმლო გასასვლელი. ერთ დღეს გოგონამ აღმოაჩინა, რომ კედლის მეორე მხრიდან ვიღაცას ჩუმად კედელი აეშენებინა. მისი ბინა ახლა ნამდვილად უსაფრთხო იყო, მაგრამ რეალურად რა ფუნქცია ჰქონდა ამ ხვრელს დღემდე უცნობი რჩება. რას გააკეთებდით თუ დაინახავდით, რომ თქვენ სახლს ყოველდღიურად ვიღაც უთვალთვალებს? პოლიციაში დარეკავდით, იარაღს შეიძენდით, თუ მას ვიდეოს გადაუღებდით და TikTok-ზე ატვირთავდით. სწორედ ასე მოიქცა ერთი TikToker-ი მას შემდეგ, რაც მან დაინახა თუ როგორ დადიოდა უცნობი ადამიანი მისი სახლის წინ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ყველაფერთან ერთად, ყოველ ღამე მისი ძაღლი ვიღაცას უყებდა. What do you see? What? ძაღლის რეაქციით თუ იმსჯელებთ, უცნობი სახლთან ღამითაც მიდიოდა. ერთ დღეს ქალმა ქმართან ერთად მასთან გასაუბრებას სცადა. ისინი იმ ადგილას მივიდნენ, სადაც უცნობს ყოველდღიურად ხედავდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირიანი ყოველდღიური ვიზიტების შემდეგ უცნობი იქ არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მათ უცნობს მაინც დაუძახეს. Hello? Is anybody there? I'm so nervous. What was that? I don't know. Do you need help? საპასუხოდ წყვილს უცნაური ხმა შემოისმა. შეშინებული ცოლ-ქმარი სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ მათ მსგავსი ხმები ყოველ ღამე ესმოდათ. საბოლოოდ, ერთ ღამეს გაღიზიანებული ქმარი ეზოში იარაღით გავარდა, მაგრამ სიბნელეში არავინ იყო. ამის შემდეგ ქალმა 2 ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობდა, რომ ხმები უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რის გამოც მათ ნორმალურად ძილი აღარ შეეძლოთ. ისინი სახლში უსაფრთხოების გაძლიერებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ამის შემდეგ TikTok-ის ამ აკაუნტზე სხვა ვიდეო აღარ დადებულა. 2019 წელს მელოდი სარაგოსამ 9 კილომეტრის სიმაღლეზე ორლანდოდან სან-დიეგოს მიმართულებით ფრენის დროს წარმოუდგენელი შიში გამოსცადა. თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, ამიტომაც ყველა შეშინდა. მოულოდნელად სავარძლების უკან განთავსებული ეკრანები მწვანე დაინთო, რის გამოც ჩაბნელებული სალონი მწვანე ფერით განათდა. თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ის საწყის მდგომარეობას მალევე დაუბრუნდა. ამის შემდეგ ეკრანებმა უცნაურად ნათება შეწყვიტეს. ადამიანთა უმეტესობამ ივარაუდა, რომ ამ შემთხვევის მიზეზი უცხოპლანეტელები იყვნენ, მაგრამ სხვები მიიჩნევდნენ, რომ ეს უბრალოდ ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო. სინამდვილეში ასეთი ხარვეზები ხშირია. მათი გამომწვევი მიზეზი კი ელექტროქარიშხლებია. რაც არ უნდა იყოს, ეს სიტუაცია ნამდვილად საშიში იყო. ავტოპილოტითა და განსაკუთრებული ფუნქციებით Tesla ნამდვილად შეგვიძლია თანამედროვე ავტომობილად ჩავთვალოთ, მაგრამ მასში არის ერთი ისეთი ფუნქცია, რომლის შესახებაც მასკს არაფერი უთქვამს. ეს ფუნქცია კი მოჩვენებების დანახვაა. ამ ავტომობილებს შეჯახებისგან თავის არიდების უნარიც აქვთ, რომელიც წყალს ახლოს მყოფი ადამიანებისა და ავტომობილების შესახებ აფრთხილებს. 2022 წელს TikTok-ის მომხმარებელი ედგარი საკუთარი დედის საფლავზე ყვავილების მისატანად წავიდა. ამ დროს ის Tesla-ს მარკის ავტომობილს მართავდა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ ის თითქოს საშინელებათა ჟანრის ფილმში აღმოჩნდა, რადგანაც სენსორები ირგვლივ იმ ადამიანებს ამჩნევდნენ, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ.
როდესაც ედგარმა ეს ვიდეო გამოაქვეყნა, სხვა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შემთხვევები მათაც გამოუცდიათ. Still nothing. Oh, wait, there goes. There's one. Oh, right there. All right, I stopped right here because this keeps walking and then it just disappears and comes right back up. But look, headstones. თუ ამ ვიდეოს დავუჯერებთ, გამოდის, რომ მოჩვენებები რეალურად არსებობენ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის აზრით, ამ ყველაფრის მიზეზი იდენტიფიცირების სისტემის ხარვეზე უნდა ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ საფლავის ქვის სიმაღლისა და ფორმის გამო სენსორები მას ადამიანად აღიქვამენ. მეორე ვიდეოში კი სენსორი მაღალ ყვავილებს ადამიანად აღიქვამს. ასე რომ უმეტეს შემთხვევაში ის სულები, რომლებმაც TikTok-ზე მილიონობით ადამიანი შეაშინა, სინამდვილეში ყვავილები, საფლავის ქვები და ქანდაკებები იყო. 2021 წელს ერთ-ერთმა TikToker-მა პენსილვანიაში განსაკუთრებული მოვლენა დააფიქსირა. როდესაც TikToker-ი ასფალტში შეეხო, აღმოჩნდა, რომ ის უცნაურად რბილი იყო. ბიჭმა ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ ვინმე ამ უჩვეულო მოვლენას ლოგიკურად ახსნიდა. ზოგიერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ გზა თითქოს გამდნარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ პენსილვანიაში ისეთი მზე არაა, რომ ასფალტი დაადნოს, ეს მოსაზრება სიმართლესთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ზამთარში, როდესაც გზები იბზარება, ნაპრალებს სპეციალური სუბსტანციით ავსებენ. ზაფხულში კი მაღალი ტემპერატურის გამო ეს სუბსტანცია დნობას იწყებს. 2021 წელს ერთმა გოგონამ TikTok-ზე საკუთარი ძმის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანდა, რომ ბიჭის ტანსაცმელი და მისი კანი ანათებდა. საინტერესო კი ისაა, რომ ეს მანათობელი წერტილები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა, მაგრამ როდესაც ბიჭს ტელეფონის კამერის შუქს ანათებდნენ, წერტილები კვლავ ჩნდებოდა. რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ, გოგონამ მისი ძმის ოთახში ამ უცნაური მოვლენის მიზეზს მიაგნო. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სინათლის ამრეკლი ქურთუკის ბრალი იყო. როდესაც ასეთ ქურთუკს სინათლის სხივი ხვდება, ის ნათებას იწყებს. საქმე იმაში იყო, რომ გოგონამ ერთ დღეს ქურთუკთან ერთად სხვა ტანსაცმელიც გარეცხა. სწორედ ამის გამო ანათებდა ბიჭი რამდენიმე დღე. ბრიტანეთი ჩაის, ფუნთუშებისა და სამეფო ოჯახის ქვეყანა. ზოგიერთისთვის მეფე კარლი უბრალოდ ტიტულის მქონე მოხუცია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რეალურად ის უცხო პლანეტელია, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს მიღებული. მაგრამ ერთ-ერთ ვიდეოზე დაფიქსირებული მომენტი გვაფიქრებინებს, რომ სამეფო ოჯახის წევრები არა უცხო პლანეტელები, არამედ რობოტები არიან. როდესაც ეს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, ადამიანებმა იფიქრეს, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ანდროიდები იყვნენ, მაგრამ ყველაფრის მიზეზი მადამ ტუსოს მუზეუმია. თუ თქვენ არიცით, მაშინ გეტყვით, რომ ეს მუზეუმების ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება. იქ ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურები ინახება. ვიდეოში ნაჩვენები ჰარი და მისი მეუღლე სინამდვილეში გამოფენის იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა, რომლის დროსაც მსახიობები სპეციალურ ნიღბებს იკეთებდნენ, რათა მუზეუმის სტუმრებს მათთან ფოტოების გადაღება შესძლებოდათ. ექსპერიმენტს საუმეტესობა საკმაოდ საინტერესოა. ამიტომაც გადაწყვიტა 2020 წელს ათასობით TikToker-მა ერთ უცნაურ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება. I have heard about this hanger thing that it makes your head move. საკიდის ჩელენჯის დროს TikToker-ებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მას თავზე წამოიცვამდნენ, კისერი ავტომატურად ბრუნდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში საუბრობდნენ. 2015 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მონაწილეთა 95.8% თავს ავტომატურად გვერდით აბრუნებდა მას შემდეგ, რაც ისინი თავზე საკიდს იმაგრებდნენ. მეცნიერებს ამ ფენომენის ზუსტი ახსნა არ აქვთ, მაგრამ ზოგიერთი სკეპტიკოსი ამტკიცებს, რომ ასეთ დროს რეალურად არაფერი ხდება. შესაძლოა ეს ეფექტი ყველა ადამიანზე არ მოქმედებს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს ექსპერიმენტი საკუთარ თავზე გამოსცადოთ და მიღებული შედეგები კომენტარებში გაგვიზიაროთ. წარსულში თავგადასავლების მაძიებლები წარმოუდგენელ მოგზაურობებში მიმართებოდნენ, რა დროსაც ისინი დედამიწის ყველაზე იდუმალ ადგილებში ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ. ახლა ამისათვის Google-ის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამა არსებობს, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბს ნამდვილად აადირებდა. ეს TikToker-ი ამ აპლიკაციის გამოყენებით უამრავ საიდუმლო ადგილს პოულობს, მაგრამ 2021 წელს მან ნევადას უდაბნოში ნამდვილად განსაკუთრებული რამ აღმოაჩინა.
ათასობით ადამიანი ფიქრობდა, რომ ამ ადგილას სატანისტური რიტუალები ტარდებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადგილი რეალურად გოლდვილის ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმია, რომელიც სიკვდილის ხეობის სიახლოვეს მდებარეობს. ამ ფიგურების ავტორი კი ალბერტ ჩუკალსკია. ეს ტერიტორია ნამდვილად საშიშად გამოიყურება, მაგრამ თუ TikTokeri მას უკეთესად შეისწავლიდა, ის მიხვდებოდა, რომ რეალურად ეს ადგილი საშიში ნამდვილად არაა. BookTokerები ის ადამიანები არიან, რომლებიც TikTok-ში წიგნების შესახებ საუბრობენ. როგორც წესი, ისინი მაყურებლებს საკუთარ მოსაზრებას ან რეკომენდაციებს უზიარებენ. ძირითადად, მათ საიდუმლოებები მხოლოდ დეტექტიური ჟანრის წიგნებში ხვდებათ, მაგრამ 2021 წელს 25 BookTokeri ნამდვილი გამოცანის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თითოეულმა მათგანმა პოსტით უცნაური ამანათი მიიღო. ამანათში უცნობი ავტორის მიერ დაწერილი წიგნი, სახელწოდებით „გატეხილი ხმალი“ და ცვილით დალუქული წერილი იდო. ავტორმა BookTokerებს მისი ვინაობის დადგენა შესთავაზა. რა თქმა უნდა, მათ გამოწვევა მიიღეს და ერთიანი ძალებით საიდუმლოს ამოხსნა სცადეს. The clues said this book was written by Melissa Blair, miigwech for playing along. აღმოჩნდა, რომ წიგნი მელისა ბლერის მიერ იყო დაწერილი და ის მონაწილეებს საიდუმლოს ამოხსნისთვის ინდიელების ენაზე მადლობას უხდიდა. მელისა ბლერი რეალურად კანადაში მცხოვრები ინდიელია, ხოლო „გატეხილი ხმალი“ მისი პირველი რომანია. თამაშის დასრულების შემდეგ წიგნი დაიბეჭდა და TikTok-ზე მისი პოპულარობის გამო ის ათასობით ადამიანმა შეიძინა. ინტერნეტის სიღრმეებში უამრავ საშინელ საიდუმლოს შეხვდებით, მაგრამ ხანდახან ასეთი საიდუმლოებები ზედაპირზეც გვხვდება. 2022 წელს ინგლისში სურეის უნივერსიტეტის სტუდენტმა სეირნობის დროს აღმოაჩინა რაიონი, რომელშიც მუყაოს ფანჯრებიანი ცარიელი სახლები იდგა. მან ეს ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა. მისმა გამომწერებმა ივარაუდეს, რომ ბიჭმა სამხედრო პოლიგონი ან საიდუმლო სახელმწიფო ობიექტი აღმოაჩინა, მაგრამ ვიდეოს ავტორმა დაადგინა, რომ ამ აღმოჩენამდე 5 წლით ადრე ეს შენობები საერთო საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ერთ ზაფხულს იქ ღამურები დასახლდნენ. ამიტომაც სტუდენტებს სხვაგან გადასვლა მოუწიეთ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ამ შენობების დემონტაჟი სურს, მაგრამ ბრიტანეთში ველური ბუნების დასაცავად მკაცრი კანონები მოქმედებს. ამ კანონების თანახმად შენობათა დემონტაჟი აკრძალულია იქამდე, სანამ მასში ღამურები ცხოვრობენ. მუყაოს ფანჯრები კი მათი კომფორტისთვისაა შექმნილი. ყველა მშობელმა იცის თუ რამდენად რთულია პატარების დაძინება. წილის შემდეგ კი მთავარია, რომ ისინი არავინ შეაწუხოს. მაგრამ როდესაც ერთმა დედამ ბავშვის ოთახში არსებულ კამერაზე დაფიქსირებული ეს ვიდეო ნახა, ის საკმაოდ შეშინდა. ეს პარანორმალური მოვლენების სცენას გავს, მაგრამ ეს ვიდეო TikTok-ზე ლექსი ბრუნერმა გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ მისი დიშვილის საწოლთან უცნაური ფიგურა ჩნდება. საბედნიეროდ ბავშვს არ გახვიძებია, მაგრამ ვიდეო 18 მილიონმა ადამიანმა ნახა. ამიტომაც დიდი ალბათობით მათ უმეტესობას იმ ღამეს მშვიდად არ სცინებია. უცნაური მოვლენები მაშინ ხდება, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ველით. სუბუქინიავის სააბაზანო სარკიდან, უცნობი სახლთან, ან უწყინარი ტუჩსაცხი, რომელიც კოსმეტიკის ყუთში ინახება. საინტერესოა, რომ ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. What? I can hold upwards and it'll do that. What is it doing? What is this? ამ მოვლენამ უამრავი ადამიანი გააოცა, მაგრამ საბედნიეროდ იუთუბერმა სტივ მოლდმა ვიდეოს შესწავლა და ამ საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტა. მოლდმა დაადგინა, რომ ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზი სტატიკური ელექტრობა იყო. როდესაც ობიექტს უარყოფითი სტატიკური მუხტი აქვს, ის დადებითად დამუხტულ ნივთებს იზიდავს. მაგალითად, გავიხსენოთ დადებითად დამუხტული თმისა და უარყოფითად დამუხტული ბუშტის შემთხვევა. მაგნიტის მსგავსად კი უარყოფითად დამუხტული ობიექტები ერთმანეთსგან იზიდავენ. ხახუნის დროს ადამიანის კანი სტატიკურად იმუხტება. დიდი ალბათობით გოგონას კანი უარყოფითად იყო დამუხტული. ამიტომაც მისი მუხტი ტუჩსაცხზე გადავიდა. როდესაც მან ტუჩსაცხი გახსნა, ყველაზე დიდი წვეთი იმდენად დაიმუხტა, რომ მოლეკულები ერთმანეთს დაშორდნენ. სწორედ ამის გამო აიჭრა სუბსტანციის მცირე ნაწილი ჰაერში. როგორც წესი, დასასვენებლად წასვლა განტვირთვისთვის იდეალური საშუალებაა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. 2021 წელს ერთ-ერთმა TikTokerმა მეგობართან ერთად რიჩმონდში სახლი იქირავა. როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, მეპატრონეს ძალიან გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სტუმრები გოგონები არ იყვნენ, რადგანაც მათი უცნაური სახელები ბიჭებისას
არ ჰგავდა. ასეთი დასაწყისი უჩვეულო იყო, მაგრამ მე პატრონემ მათ სახლი დაათვალიერებინა და ისინი ნაკირავებ ოთახებში შეუშვა. მოგვიანებით ერთ-ერთი ბიჭი ვენტილაციის ხვრელიდან მომავალმა უცნაურმა ხმამ გააღვიძა. საბოლოოდ მას ჩაეძინა, მაგრამ მომდევნო დღეს ბიჭმა ვენტილაციის შემოწმება გადაწყვიტა. ის რაც მან აღმოაჩინა შემზარავი იყო. ხის შუქზე კარგად ჩანდა, რომ ვენტილაციის ხვრელის უკან საიდუმლო ოთახი იყო, სადაც რამდენიმე ადამიანი დაეტეოდა. ბიჭი მიხვდა, რომ ამ ადგილიდან თვალთვალი ნებისმიერს თავისუფლად შეეძლო. მეგობრებმა სახლის სასწრაფოდ დატოვეს.